საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს. თვითმკვლელობა თუ მკვლელობა ვარდების რევოლუციის ფორვარდის ბურუსით მოცული სიკვდილი. გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის ლიდერი, რომელმაც 2003 წელს შევარდნაძე სახლში გაუშვა, ექს-პრეზიდენტის დაკრძალვიდან მესამე დღეს საკუთარ ავტოფარეხში ტყვიით გარდაცვლილი იპოვეს. ეროსის ბევრი მტერი ყავდა. არ მჯერა რომ მან თავი მოიკლა. თვითმკვლელობის ნაკლებად სჯერათ ყველა გამოძიების პასუხის მოლოდინში. დღეს იმედის პირდაპირ ეთერში ყველა ის კითხვა, რომელიც ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს გაუჩნდათ. გარდაცვლის სხვა ფერის მაისურიაცვი. სისხლზე საეჭვო ლაქა არ არის იარაღზე. ერთად ვიყავით მე და ის და ერთად ვიხიდეთ, ერთად შევიწინეთ ორივე მიარაღი. დღეს საღამოს 10-ზე დიდი რეაქცია პირდაპირ ეთერში, გახმაურებული საქმეების ქრონიკა, რომლის ოფიციალური ვერსიების თითქმის არავის ჯერა. საზოგადოება, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სამართალმცოდნეები, ექსპერტები უყურეთ და მოусმინეთ რეაქციაში ნანა ლეჟავას, ეკა ხოფერიას, ვახო სანაიას, ზაზა შენგელიას, შალვა რამნიშვილს, ნათია კობერიძეს, ქეთი ხატიაშვილს, მალხაზ გულაშვილს, მაია ნიკოლეიშვილს, სოფო ხორგვას, კახა კოჟორიძეს, ბადრინა ნიტაშვილს. რა პასუხს დადებს გამოძიება რეაქციაში პოლიტიკური შეფასებებით დავით ჩუკაკიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ვიწყებთ საღამოს 10-ზე. თუკი გამოძიების პროცესში გამოიკვეთება საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები, მოხდება ქმედების გადაკვალიფიცირება. მირაყვალს ხედავს კიწმარიშვილის სიცოცხლის აღსასრულში, რატომ განსხვავდებოდა რადიკალურად საქართველოს პრეზიდენტის პირველი განცხადება საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიების მიერ პირველივე წუთებიდან დასახელებული ოფიციალური ვერსიისგან.